ტელეფონის შეტანის შესაძლებლობა არსებობს იზოლატორში. ღამის საათებში რატომ გამოკითხეთ? ადვოკატის შეყვანის გავეცი ადვოკატს გადაელოდეთ თქვენ გამოკითხეთ დავით ლომიძე და თეიმურაზ ზასუხაშვილი, ხო ასეა? კი ბატონო. როდის მოხდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება? რიცხვს მე გეკითხებით დროს, ღამით, დილით? როგორც მახსოვს 2 დეკემბერი იყო ღამის საათი. ღამის საათი. ლომიძის განმარტებით ეკოპის პერიოდში იქ მივიდა რაღაცა უცხოების ცნობ პიროვნება, რომელსაც ჩანთაში ჰქონდა რაღაც 5 მოთავსებული, 5-დან აღმოიღოს რაღაცა ბოთლები, რომელსაც ჰქონდა ფიჭილები. როგორც მახსოვს ჯერ თხოვა იმან დახმარება რაღაც წაკიდებაში ცეცხლის თუ რაღაცა, ნუ ამ პიროვნების ხელში აღმოჩნდა ეს ერთი ბოთლი ეგრეთ წოდებული, როგორც შემდგომ გაიხსნა მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც ცეცხლი წაუკიდა და ჭიჭრეების ქუჩაზე ესროლა სპეცდანიშნულების მანქანას, სპეცდანიშნულების მანქანას. მან ასევე განახორციელა ორჯერ აღნიშნული ბოთლის სროლა, შემდგომ კიდე ესროლა ერთი ბოთლი და მის მიერ ამ სროლის შედეგად დაინახა, რომ ცეცხლი წაეკიდა აღნიშნული მანქანას, გაუშვდა ცეცხლი. ასევე მისი განმარტებით აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, ოღონდ როგორც მახსოვს ერთხელ, როგორც მანახა ჩვენებაში ერთხელ ესროლა თემურ ზასუხაშვილს აღნიშნული ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი აღნიშნული მანქანის მიმართულებით ისროლა ცეცხლით მოკიდებული ბოთლი. ამის შემდგომ მოხდა უკვე მათი შემდგომ ადმინისტრაციული სახით დაკავება და გადაყვანა მათი იზოლატორში. შედგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, რასაც გაეცნო აღნიშნული პიროვნება სრულად და ეთახლა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მოაწერა ხელი. გამოსწორებს. პროკურორის კითხვაზე თქვენ უპასუხეთ, რომ არანაირიო ასე ვთქვათ, პრობლემა არ ყოფილა მათ გამოკითხვის თვალსაზრისით და უფლებების განმარტება. არც ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ჩივლებს არ უჩიოდნენ და ამას ადასტურებთ თქვენ. მე აღნიშნე, რომ აღნიშნული პიროვნებებს ორივეს შეეძლო მოეწოდებინა სრულად ინფორმაცია იყვნენ ადეკვატურები ნორმალურ მდგომარეობაში და აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდეს. ჩემი შეფასება. დაზიანებები თუ ჰქონდათ აი მაგალითად თუ ისეთები იყვნენ, მაგალითად ნაცემები იყვნენ რაღაცა და შეიძლებოდა დახმარება სჭირდებოდა სამედიცინო. აღნიშნული ფაქტი თუ შენიშნეთ თქვენ. მე რამდენადაც მახსოვს, ზასუხაშვილს ჰქონდა დაზიანება თვალის უწყების არეში, როგორც მახსოვს. ხო, ნუ მახსოვს დაზიანება ჰქონდა ეხლა და ერთადერთი რომ მივიდეს მხოლოდ კამერასთან სახეზე აღიქვას ვინ არის ეს ადამიანი. ეს ადამიანია. აბა გამოკითხე. ეს ადამიანია. ხო, აი, გასაგებია. ბოდიში თქვენ ხელში მოხსნით. ვახტანგ დავამონდაში. მაგრამ ამ გამომძებელთან ერთად კიდე სხვა იყო. კარგი, დავკითხავ და მე თუ გექნება კითხვები იმას დავკითხავ. ამ ბატონო გამომძებელმა ტელეფონი მომაწოდა. აი რა მოდარი ამარაბარა. ასა რაღაც გარკვეულში კითხვის მისვა. მე გამომართვა ტელეფონი, მიაწოდა და მეორე. ეხლა იქა ის პიროვნება. იმის სახელმწიფო ის. და მე გამართვა მინდა ადვოკატი, მე მინდა საფუძველი მე ვხება. მე როგორ უნდა გამეკითხა რა დაწერა და ხელი გადაჭ მომაწერია. და იმ მეორე წინწალი ნოტარი რომ ის ხმზე მოვაწერია ხელიო. ის ხმზეობა. აი მაშინ მივხვდი სამ შემატობი. მარტო ნოტარი ის როგორც თემა და ხელი მომაწერია ის ხმზე. და ეს მე გავიგე მაშინ და რაც ის ხმები და ეს შენზე არ არის. შენო ორ დღეში გარეთ. აი ვიქნა ბატონმა გამოგდევა მომენტი და ახლა ერთი არანაირ სიმართლეს არ ამბობს რა. ჩვენთანაც 20 მილიონს დაუბრუნდა. არანაირ ფაქტს არ ქონია ადგილი რაც ტელეფონზე საუბრის. მოწმის სახით გამოკითხვის დროს მე ვიყავი გამომძებელი და აღნიშნული პიროვნება. სხვა პიროვნებები არავინ არ ყოფილა იზოლატორში. რაც შეეხება გახსნა დათვალიერების მონაწილეობას ჩატარდა, როგორც აღნიშნეთ, ჩემმა თანამშრომელმა იოსებ დიღმანიშვილმა შემოიტანა აღნიშნული ლეპტოპი, შემომაწოდა და ავტომატურად ის მონაწილეობდა გახსნა დათვალიერებებში. სხვა აღნიშნული პიროვნება არავინ არ ყოფილა და აღნიშნული ფაქტიც ადგილი არ ქონია. მე მექნება ერთი კითხვა. იზოლატორში როდესაც შეხვედით იქ ნივთებით და ნივთების გარეშე უშვებენ, ტელეფონი შეტანილი ჰქონდათ? შეიძლება შეტანილი მქონდა, ანუ შეიძლება.
რამდენიმე შეკითხვაზე თუ შეიძლება რომ გავჩერდეთ და ვიპასუხოთ. ადამიანები ამბობენ რომ ნაცემი იყვნენ ისინი და ხელს ნუ შეიმიშილი რა გავდივარ და რა თქვია ეხლა ხელწირო მიდგეხა რა კითხებზე არ პასუხობ. ნაცემები რო იყვნენ თვალს ვერ ახელდნენ თქვენ კიდე ამბობთ რომ დაადასტურეს და წაიკითხეს გამოკითხვის. აღნიშნე გამოკითხვის ოფში როგორ მოხდა მათი გამოკითხვა. რა დაზიანებები შეამჩნიეთ ადამიანებს? დავაფიქსირე სასამართლოში ყველაფერი. კომენტარს არ გაძლევთ. ადამიანები ამბობენ რომ ისინი დააკავეს აქციაზე და შემდგომ ეგრეთ წოდებულ საწამებელ მარშრუტკებში ყავდათ. არ ვიცი ის რა დააკავ. მე არ დამიკავებდი ადმინისტრაციას. დაზიანებები თუ შეამჩნიეთ და ადამიანს თქვენი შეფასებით თუ შეეძლო წაეკითხა ის რაზეც მოაწერინათ ხელი. ადამიანი ამბობს რომ დაკითხვის დროს აღნიშნე და უსმენდი თქვენ. არა, კიდევ გაიმეორებ თუ შეიძლება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. გაგეცი გავეცი აღნიშნე. დავითის პასუხზე არ გიპასუხიათ თქვენ რომ სათვალის გაკეთების საშუალება არ მიეცით. სათვალის გარეშე ვერ ვხედავ ადამიანი ამბობს ვერაფერი ვერ გავარჩიეო. ტელეფონის შეტანის შესაძლებლობა არსებობს იზოლატორში. ღამის საათებში რატომ გამოკითხეთ? ადვოკატის შეყვანის გავეცი პასუხი ადვოკატს გადაელოდეთ ადვოკატს